ეს შეთანხმება რა რისკებს შეიცავს ის გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ტექსტი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მედიები ავრცელებენ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ცნობებს, მათ შორის ტრამპთან დაკავშირებული გამოცემებიც. გვაძლევს თუ არა ეს ცნობები იმის საშუალებას, რომ რაღაც მონახაზივით გავაკეთოთ დაახლოებით რაზეა საუბარი, შევქმნათ რაღაც სია ამ დოკუმენტის პუნქტების. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც ასე ვთქვათ, პრესიდან არის ცნობილი, არის ის რომ ესე იგი ეს არის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს 60 დღიან ზავს რა დროის განმავლობაში უნდა მოგვარდეს ყველა ის რთული და გადაუწყვეტელი საკითხი. ასევე არის ვარაუდი, რომ ვინაიდან ეს ზავია რაღაცა ფორმით მოხდება ჰორმუზის სრუტის დებლოკადა, ეს იქნება ერთი მხრივ ამერიკის ბლოკადის მოხსნა, მეორე მხრივ ირანის პირობა, რომ ალბათ არ დაუშენს იქ გამავალ გემებს, თუმცა აქაც არის დავა ირანი, ასე ვთქვათ, რაღაც ბაჟს დააწესებს თუ არა, ამაზეც არის დავა. და რთული საკითხები, ერთი, როგორც თქვენ ახსენეთ, ლიბანი და მეორე ურთულესი საკითხი ეს არის ურანის გამდიდრება, ხო? იმიტომ რომ ტრამპმა ასე ვთქვათ, ომი დაიწყო იმით, რომ ეს ნულოვანი გამდიდრება და საერთოდ მოშლა ბირთვული ინფრასტრუქტურის როგორც ჩანს ჯერჯერობით ესეთი ნულოვანი გამდიდრება და საერთოდ რომ ირანმა ყველაფერი მოშალოს, ესეთი რამე არ ჩანს და ასევე გამოდის პოლიტიკური წნეხია ტრამპზე, იმიტომ რომ თუ მან არ მიაღწია ესეთ სრულ მოშლას ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის, მაშინ ახლა რითი ჯობია ეს იმ ობამას ბირთვულ შეთანხმებას, რომლიდანაც თავად ტრამპი გამოვიდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკური წნეხიც არსებობს და ურთულესი ორი თვეა წინ ეს მოლაპარაკებები თუ შედგა და წარმატებით თუ დასრულდა, ურთულესი მოლაპარაკებებია წინ. ახლა თქვენ ახსენეთ ლიბანის საკითხი და მხარეები მოკლედ ამბობენ სრულიად განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ ამ ნაწილში. დოკუმენტის სიცოცხლის უნარიანობაზე თუ შეგვიძლია აქედან გამომდინარე ვისაუბროთ, როდესაც ასეთ ძირეულ პუნქტზე უკვე ჩანს, რომ პოზიციები არ არის თანხვედრაში. დიდი ალბათობით თვითონ ტექსტი ძალიან ბუნდოვანი და ორაზროვანია და ეს გარდაუვალია, ხო? იმ საკითხიდან გამომდინარე, რომ ირანისთვის, ესე იგი, ლიბანის ფრონტი არის ამ ომის გაგრძელება, მეორე მხრივ ამერიკელების არგუმენტი არის, რომ ერთი მხრივ არ არის ეს ხო, ორი მოლაპარაკების საგანი და მეორე ხა ამერიკა ხო არ აწარმოებს ლიბანში ომს და რაც არ უნდა მოკავშირე იყოს ისრაელი ამერიკის, ისრაელს აქვს თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და როგორც ბატონმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, ის მაინდა-მაინც ჯერ კმაყოფილი არ არის ამ შეთანხმებიდან. მეორე თქვა, რომ ისრაელი არ გამოვა სამხრეთ ლიბანიდან, ხო? და გააგრძელებს ხეზბოლასთან ომს და ხლა აქ უკვე ირანზეა საკითხი, რომ მზად არის თუ არა ხეზბოლას, ასე ვთქვათ, გადააყოლოს მთელი შეთანხმება, იმიტომ რომ კი ბატონო, ხა ბენზინის ფასი ამერიკასაც აზარალებს და მაგრამ ხა ირანს რამდენი ხანი შეულიეს ეს ერთი რესურსი, რომელიც აქვს, უბრალოდ არ გაყიდოს და იყოს ბლოკადაში. ხათაშორის ისრაელის ნაწილში მედია წერდა, რომ არ ჩააყენეს წინასწარ საქმის კურსი, ანუ არ იციან ამ დოკუმენტის შინაარსი, მათ შორის იმ რისკიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა რაღაც ამ პროცესის დაზიანებას ქონოდა, ასე ვთქვათ, გეგმა არსებობდეს ასეთი. ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის აშკარა და ღია კრიტიკა ბენიამინ ნათანიაჰუს, ხო, გუშინაც ტრამპმა განაცხადა, რომ არ შეიძლება რომ ხო ლიბანზე ყველა სახლის დანგრევა და ხო ასე შემდეგ და შესაბამისად არის ეს ეტყობა ეს ასე ვთქვათ ცოტა ბზარები და ესეც ახლა ისტორიაში არ ახალია, ხო ვიცით ჩვენ და გვახსოვს რომ ლიბანის ომის დროს რეიგანი თქვათ ცდილობდა გადაერწმუნებინა მენახემ ბეგინი და არ გამოვიდა. მიუხედავად რომ უახლოესი მოკავშირეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, რაღაც იმ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მათი პოზიციები ვერ თანხმდება და ისრაელი იტოვებს, თქვათ, ავტონომიას მოქმედებებში. კი ბატონო. ბატონო გიორგი, მოკლედ ორივე მხარე ეს ნახეთ უკვე რაღაც საკუთარ გამარჯვება დასაღებს ამ დოკუმენტის შინაარს, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია თქვათ, ვინ უფრო მეტი სარგებელი მიიღო უკვე აი ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არ ვიცით კონკრეტული პუნქტები. მათ შორის თქვათ იგივე ომის შეჩერების ნაწილშიც.
ხო, რა თქმა უნდა, ორივე მხარე გამარჯვებად გამოაცხადებს, ნუ ეგ ხა პოლიტიკაა. ირანის მხარე რო ავიღოთ, ირანშიც ესმით, ხო, რომ ხა რა თქმა უნდა, ირანის სამხედრო თვალსაზრისით ამერიკას ომს ვერ მოუგებს. ხო, ომის დაწყების პირველი დღიდან ირანის ამოცანა იყო გადარჩენა, ხო? ამ ხრივ ირანმა ამოცანა შეასრულა. იმიტომ რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველი გამოსვლიდან ჩვენ გვახსოვს რომ ამოცანა იყო დეკაპიტაცია, ანუ რეჟიმის თქვათ თავისკვეთა და დემილიტარიზაცია. შედეგად კი ბატონო ირანის ასე ვთქვათ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ასე ვთქვათ ამ ომს შეეწირა, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ირანული deep state-ი არსებობს, ხო, ირანი ფუნქციონირებს და დემილიტარიზაციაც კი ფლოტი გაუნადგურეს, უამრავი ობიექტი დაუბომბეს, მაგრამ ირანი დღემდე ინარჩუნებს სამხედრო შესაძლებლობებს, რომ რაღაცა დრონებით თუ ბალისტიკური რაკეტებით სამეზობლოზე შეტევა განახორციელოს. ანუ რა მოხდა? ირანმა შეძლო სპორტული ტერმინით რო ვთქვათ, სპრინტი გადაზარდა მარათონში. ხო, პირველ 3 დღეში, როცა არ გამოვიდა არც დამხობა, არც სრული თქვათ განიარაღება, უკვე მარათონში უკვე ასე ვთქვათ, სუნთქვა და სტამინა ირანს უფრო იყო იმ კუთხით, რომ ირანმა გაძლო იქამდე, სანამ თქვათ ამერიკას არ მობეზდა, ან ამერიკისთვის უფრო ძვირი არ გახდა სამხედრო მოქმედებების წარმოება. შედეგად ირანმა რა მიიღო? ნუ ახლა მოლაპარაკებები რას მოიტანს ეს ერთია, მაგრამ ამ წუთისთვის ერთი მოხსნილია მეტნაკლებად რეჟიმის ცვლილების საკითხი. ხო, ფაქტია, რომ თავს აწერს ირანის მოქმედი ხელისუფლება, ხო? და ნუ ხა თუ ლეგიტიმაციაზე ვილაპარაკეთ, შესაბამისად აღიარებენ და ხა რეჟიმის ასე ვთქვათ, კი ტრამპი იტყვის, რომ ვინაიდან გამოვცვალეთ სულიერი ირანის უზენაესი ლიდერი, შესაბამისად მოხდა რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ყველას ესმის, რომ ისლამური რესპუბლიკა დარჩა, ინფრასტრუქტურა დარჩა, ირანული deep state-ი დარჩა. ამ ხრივ ამ მარათონში როცა ირანის ამოცანა იყო გადარჩენა და აიმი, ხო მოგება რანაირად უნდა მოუგოს ირანმა ამერიკას, ამ ხრივ ირანმა მიაღწია თავის შედეგებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ ამოცანა იყო ბირთვული განიარაღება, რა თქმა უნდა, შეთანხმების გარეშეც წლებით არის გადაწლებით, ნუ ექსპერტები გვეტყვიან, მაგრამ საგრძნობლად არის გადაწეული ირანის ასე ვთქვათ ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი, ხო, ახლა დაიბომბა ინფრასტრუქტურა, სერიოზული ზარალი მიიღო ეკონომიკურადაც ირანმა და ეხლა ფული თუ ექნება საერთოდ ამ გამდიდრების ფლოტი გაუნადგურდა, ანუ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს და ნუ დაასუსტა და ირანს ახლა წლები დაჭირდება ფეხზე წამოსადგმა და ამ კუთხით რა თქმა უნდა ამერიკას შეუძლია განაცხადოს, რომ მანაც წარმატება მიაღწია. აი ამ მექანიზმებს და ბერკეტებს შორის, რომელიც ირანმა მიიღო, უნდა განვიხილოთ თუ არა, როგორც ჩანს, რაღაც კარგად დატესტილი მექანიზმი სრუტის ჩაკეტვის ნაწილში. როდესაც გამოჩნდა, რომ შემიძლია მოკლედ ამ ბერკეტის გამოყენება, როცა დამჭირდება, ერთხელ უკვე გამომივიდა და ვთქვათ, რატომ არ გამოვიყენებ მას სხვა შემთხვევებშიც. ხო, სრუტის ჩაკეტვა, როგორც ნუ ჩვენ ვიგებთ, არ მოელოდნენ ან ეგონათ, რომ ვერ გაძლებდა ირანი ამდენ ხანს და სრუტის ჩაკეტვაც უფრო მინიმალური იქნებოდა, მაგრამ ეს სრუტის ჩაკეტვაც ორლესული მახვილია, იმ კუთხით, რომ თუ შექმნი არასტაბილური იმიჯს და ასე ვთქვათ, რომ მუდმივად პრობლემა შექმნი ამ სრუტეში, ამ სოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ხა სხვა გზები გამოჩნდება, ხო, კი ბატონო, ხა ძალიან რთულია გადამისამართება, მაგრამ თუ მოინდომეს, ხა ნავთობსადენი აშენდება საუდის არაბეთს, სხვა საზღვაო სანაპიროებზეც არ წვდომა, იმდენი არ გააკეთოს ირანმა, რომ ისეთი დივერსიფიკაცია მოხდეს, რომ ჰორმუზის სრუტიდან დაკარგოს. ხო, ხა სრულიად რა თქმა უნდა ვერ დაკარგავს, მაგრამ დაკარგოს ის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც დღეს აქვს, რომ ნუ ბლოკირება იწევს ნავთობის გაძვირებას. ხო და შესაბამისად ამ კუთხით ირანიც ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ფაქტია, რომ ირანის მხრიდან ამ სტრატეგიამ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის თუ საფრთხის შექმნის და მეზობლებზე თავდასხმის სტრატეგიამ გაამართლა. ხო, ამბობდნენ, რომ აი როგორ ესხმის მეზობლებს ხომ მისთვის არაფერი არ უქნიათ. პასუხი არის, რომ ხა ამერიკას მე ვერ მივწვდები, არა აქვს ამდენი შესაძლებლობა, ხო, ირანს შესაბამისად, ირანი იმის რაც აქვს, ეს ძალა უძალოთა, ხო, იმ შესაძლებლობებით რაც აქვს,
ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს იმას, ვისაც შეუძლია რომ მე თქვა და ამ ქვეყნებმა დარეგონ ვაშინგტონში და უსთხოვონ ტრამპს რომ დაუზავდეს. შესაბამისად ეს სტრატეგიაც გაამართლა ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია რომ ამ სტრატეგიამ მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს, რომ ირანს უზავდებიან და არის კიდე მოლოდინი რომ ორ თვეში შეიძლება რაღაცა სამშვიდობო ხელშეკრულება მივიღოთ. თქვენთვის რამდენად რეალისტურია გავრცელებული ინფორმაცია ერთგვარ აღდგენის ფონდთან დაკავშირებით? ვაშინგტონში როგორც ვიცი უარყოფენ, შეიძლება რაღაც ინიციატივა იყოს, სხვა სახელი დაერქვას თქვათ ფონდი, რაღაცა სესხი, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც თანხა მიიღოს თეირანის რეჟიმმა. ეს ახლა ძალიან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია, იმიტომ რომ რესპუბლიკელები მუდმივად უკიჟინებდნენ ობამას, რომ აი მილიარდები მიცა ირანის რეჟიმს, ამ მილიარდები ამ ირანმა დახარჯა ხამასის, ჰეზბოლას გაძლიერებისთვის და დესტაბილიზაციისთვის. მეორე მხრივ ირანი ტრადიციულად ყველა შეთანხმებაში ითხოვს სანქციების მოსხსნას, გაყინული ფულის დაბრუნებას. შესაბამისად არის ესეთი შუალედური ვარიანტი, როგორც ჩანს, რომ თქვათ ყურის ქვეყნები გამოვიდნენ რაღაც ფულს და გადაურიცხონ ირანს რაღაც ფული, რომ ტრამპის და ამერიკელების თანხმობით, ოღონდ რომ თქვათ პირდაპირ ამერიკელებამდე არ მივიდეს კვალი, იმიტომ ეს პოლიტიკურად ძალიან სენსიტიური საკითხია. ხო, მეორე მხრივ ასე ვთქვათ, უფულოდ ალბათ არ გამოვა საბოლოო შეთანხმება, ხო, რაღაცა თქვათ სანქციების შემსუბუქება ან რა ვიცი კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ამ ფულის გადარიცხვა ასე შემდეგ რაღაცას ასეთ სქემას უკვე გაზეთებში ხვდებით. შესაბამისად ეს შეიძლება გამოვიდეს. ეხლა პირდაპირ ამერიკელები ეს პოლიტიკურად ძალიან ესეთი სენსიტიური საკითხია, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურვილი იყოს და თანხმობაც, ესე პირდაპირ ამერიკელები ამ ნაბიჯს ვერ გადადგავენ, იმიტომ რომ ეშინიათ შიდა მერე ესე იგი პოლიტიკური გამოხატულების და მერე პროტესტის ქვეყნის შიგნით. ბატონო გიორგი, ამ ნაწილში ლეგიტიმურია თუ არა თქვენი ანალიზით დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რაღაც ასე ვთქვათ სტრატეგიის გადალაგებას ხომ არ ცდილობს ტრამპი, ანუ რაღაც დრო უნდა რომ მოიგოს და თავიდან მიუბრუნდეს ირანს. ეხლა ტრამპის შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაფერი მოსალოდნელია. თუმცა ეხლა თან შუალედური არჩევნები ახლოვდება. აი რა შედეგი უნდა მოიტანოს მეორე ომმა, რაც მესამე, ხო, უკაცრავად მესამე ომი იქნება თუ აი რა შედეგი უნდა მოიტანოს მესამე ომმა, რაც მეორემ არ მოიტანა. შესაბამისად, ეხლა დროის მოგებაც ეხლა ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები რო ეხლა გადაიარაღება სჭირდებოდეს, მე მგონი ეგეც არ არის, ხო? მაინდა-მაინც ესეთი მწვავე აუცილებლობა. შესაბამისად, დიდი ალბათობით ტრამპის სურვილია ეს საკითხი ერთხელ, მისი აზრით, ხო, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ან მინიმუმ ისე მოგვარდეს, რომ მან თქვას, რომ მოვაგვარე. ახლა მე 10 და 15 წელიწადში რა მოხდება, არავინ არ იცის. შესაბამისად, მე ვეჭრობ, რომ ახლა ტრამპის სურვილი იყოს მესამეჯერ მოუბრუნდეს ირანს. თან გვახსოვდეს, რომ ირანის მიღმა, ვიცით ჩვენ რომ კუბა არის ასე ვთქვათ ტრამპის მენიუში, თუ ასე შეიძლება ითქვას. გრენლანდია ჩვენ გონია რომ დაავიწყდა, მაგრამ არაფერი არ ავიწყდება და კიდე ალბათ ცდილობს და მუშაობს და თუ ვთქვათ უიტკოფი და კუშნერი გამოთავისუფლდნენ უკრაინა-რუსეთის ვთქვათ რაღაცა ცეცხლის შეწყვეტაზეც მუშაობს. შესაბამისად, გადატვირთული გრაფიკი აქვს და არ ამგონია რომ ეხლა მესამეჯერ უნდადეს მოუბრუნდეს ირანს. აი თქვენ ახსენეთ შუალედური არჩევნები რა გავლენა მოახდინა ამ პროცესზე ირანში სამხედრო მოქმედებებმა, გარდა იმისა, რომ მათ შორის დემოკრატების მხრიდანაც ისმოდა აქტიური კრიტიკა, ხომ? რომ პირობა იყო მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ ეს უცხოური ომები დასრულდებოდა. ხო, ეს კრიტიკა იყო თვითონ ტრამპის ასე ვთქვათ ამომრჩეველში, რა თქმა უნდა, ეს დიდი ბზარები არ გამოუწვევია, იმიტომ რომ პოლარიზაციის პირობებში ეს სოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა გვესმოდეს, რომ არის ჩემი ბანაკი და მოწინააღმდეგის ბანაკი და მიუხედავად იმისა, რაც გააკეთებს, ვთქვათ, შინაურ მღვდელს მეტი შენდობა აქვს. შესაბამისად, რესპუბლიკელებში დიდი პროტესტი ამ ომს ამ კუთხით არ გამოუწვევია, რომ ვთქვათ, პირობა დაარღვია. პრობლემა იყო საწვავის ფასი, ხო? შესაბამისად, იმიტომ ამერიკაში, ესე იგი, ეს საწვავის ყველას მანქანა ყავს და საწვავის ფასი მარტო ბენზინი არ არის, ხო? ყველა სხვა პროდუქტის შემადგენელი ნაწილია საწვავის ფასი. შესაბამისად, ეს იყო პრობლემური ეკონომიკური საკითხი და ეს იყო ირანის გათვლაც, ხო? ირანის გათვლა არასოდეს ომის მოგება არ ყოფილა ისეთი ტკივილის მიყენება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიო ეკონომიკისთვის, რომლის შედეგადაც ამერიკის შეერთებული შტატები ირანს დაუზავდება, ხო? ეს იყო ირანის გათვლა ყოველთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის
მოსახლეობის ფოკუსიც მათ შორის იყო საწვავის ნაწილზე და არა ვთქვათ უფრო რაღაც მაღალღირებულებებზე, რომ იქ რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რაღაც დემოკრატიის ნიშანწყალი გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ეხლა ხო ეს ბენზინის ფასი იყო პირველი დამოსავალი წერტილი, ზოგადად ხო ეხლა საგარეო პოლიტიკას ამერიკელი ამომრჩევლის ასე ვთქვათ იმაში გარემოში დიდი ადგილი არ უკავია ხო ძირითადად კონცენტრირებული არიან ქვეყნის შიდა პრობლემატიკაზე შესაბამისად ზუსტად საწვავის ფასი იყო ასე ვთქვათ ეს კატალიზატორი ამ მოვლენების მეორე სურვილი რო ყოფილიყო ტრამპის ან ესკალაციის ხო ამდენი თვე ამ ფასაც ასე ვთქვათ გადაიხდი და მას რო დაენახა რომ რაღაცა არსებობს ვთქვათ ტუნელის ბოლოს რაღაც სინათლე და მაგრამ მეტყობა ეს სინათლე არ ჩანს რომ ნუ რამდენი შეიძლება ბომბო ხო კი ბატონო კიდე შეიძლება ერთი თვე ბომბო ორი მაგრამ როგორც ჩანს ამ დაბომბვას მაინდა-მაინც ნუ გარდა იმისა რომ კი ფიზიკურად ნადგურდება რაღაცა მაგრამ რაღაცა ნიშნულის მიღწევის შემდეგ ესეც უკვე აღარ შედეგს არ მოაქვს ხო რაც დასაბომბი იყო უკვე დაბომბეს და შესაბამისად მივიდნენ იმ ნიშნულამდე რომ რეჟიმი არ დაემხო ომის პირობებში და დიქტატურის პირობებში ახლა ხალხი მაინდა-მაინც რევოლუციას არ აწყობს და უნდა დროა რაღაცა დავზავდეთ და შესაბამისად ამ ეტაპზე ვართ. ბატონო გიორგი, აი ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რაზე იყო საერთოდ ეს ომი? ბირთვული ინფრასტრუქტურის მოშლაც იყო, ვთქვათ, ნახსენები, რეჟიმის ცვლილებაც საბოლოო ჯამში არც ერთი არ მოხდა და მათ შორის აი ბირთვული ინფრასტრუქტურის მოშლის ნაწილში წინა თავდასხმების დროს ითქვა, რომ განადგურდაო და შემდგომ რაღაც მიუბრუნდნენ მოკლედ ამ საკითხს. ეხა თუ ჩვენ ეხა უკან არიცხვით როგორ გაფრონდება ეხა ჩვენ ამას ვნახავთ და რა თქმა უნდა იტყვია რომ ყველა მიზანს მივახციეთ უნდა დაუბრუნდეთ ტრამპის პირველ გამოსვლას სადაც მან თქვა რომ ეს არის ესე იგი ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი რაზეც ირანი ამ შეთანხმებაში რა თქმა უნდა ირანი დასთანხმდება ობამას შეთანხმებაში თეთრი ჩავზე ეწერა რომ ირანი ვალდებულებას იღებს არასოდეს არ შექმნას ბირთვული იარაღი ამას ტრამპიც იტყვის რომ აი ირანმა ვალდებულება იყო დემილიტარიზაცია რომელსაც იტყვიან რომ მივახციეთ ანუ გავუნადგურეთ ირანს სამხედრო ინფრასტრუქტურა ბირთვულ ინფრასტრუქტურას რაც შეეხება სრული განადგურება არ და ვერ მოხერხდა რა თქმა უნდა საგნობლად დაზიანდა ჯერ პირველი ომის დროს დაზიანდა და ითქვა რომ განადგურდა მაგრამ არ განადგურდა ახლაც რა თქმა უნდა საგნობლად დაზიანდა რაღაცა გადარჩა რაღაცა არ გადარჩა იმიტომ რომ ყველაფერი რო განადგურდა მაშინ რაზეა მოლაპარაკებები ხო თუ გაუნადგურეს სრულიად გამდიდრების შესაძლებლობა მაშინ რაღაცეა დავა შესაბამისად ფაქტია რომ ირანს აქვს გამდიდრების შესაძლებლობა ის დაფლული 60%-იანი ურანის პრობლემა შესაბამისად ნუ არ გამოვიდა ასე ვთქვათ ხო ეს სრული განადგურება გამდიდრების ინფრასტრუქტურის ვერც გამოვიდოდა ალბათ მაგრამ საგრძნობლად უკან დაიხია ორივე მხარე როგორც აღნიშნეთ გამოაცხადებს გამარჯვებას იქით რომ ეს ჩვენ ყველა შედეგს მივახციეთ და ნახოთ ხა მაგრამ ურთულესი ორი თვეა წინ და ნახოთ როგორი შედეგები გამოვა. აი რა სტრატეგია შეიძლება იყოს ამ დოკუმენტის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით? ამბობს რომ გავასაჯაროებო, მაგრამ მოკლედ ჯერ ვერ იხილა დღის სინათლე. შეიძლება რაღაცეები თქვათ კიდევ მათ შორის გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებიდან გამომდინარე ცდილობენ იქ რაღაცეები თქვათ სხვანაირად ფორმულირდეს. ხო, ზოგადად ახლა დიპლომატიას და მოლაპარაკებებს მაინდა-მაინც მზის შუქი არ უყვარს, ხო? მით უმეტეს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე. მეორე მხრივ ჟენევაშია დაგეგმილი ხელმოწერა პარასკევს, ხო? რამდენი ხანი უნდა გაასაიდუმლო ეს ტექსტი. ეტყობა გათვლა არის, რომ შეიძლება პროცესი დააზიანოს, წინასწარ გამოქვეყნება, მერე აჟიოტაჟი ატყდეს, არა ამერიკაში, თვითონ ირანის შიგნითაც ალბათ, ხო? ხა ირანის შიგნითაც არაერთგვაროვანი განწყობებია ალბათ. ხო ყველა ერთ პოზიციაზე არ არის მიუხედავად ისა რომ ავტორიტარული რეჟიმია იქ ხო ახლა შიდა დინებები ყველგან არის ავტორიტარულ რეჟიმებში და დემოკრატიებშიც და ნახევარდემოკრატიებშიც შესაბამისად პროცესი რო არ დაზიანდეს ამიტომ ესე იგი ალბათ ფერხდება ტექსტის გამოქვეყნება მეორე მხრივ შეიძლება მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ელექტრონული ხელმოწერა მოხდა ამ წუთებში შეიძლება არის რაღაც მუდმივი მუშაობა ტექსტზე რაღაცა დამატებები შეკვეცები და შესაბამისად არც ერთ მხარეს არ აწყობს ტექსტის გამოქვეყნება და ბოლოს მინდა გკითხოთ აი საერთაშორისო პოზიციონირების ნაწილში მათ შორის ამერიკული განწყობების კუთხით ის რომ ანონსდებოდა ირანის შემთხვევაში დახმარება მოქალაქეების მიმართ რომ მოდის გზაშია მაგრამ საბოლოოდ აი რა
რა მიიღო ხალხმა ერთი და ეს სხვა ქვეყნებზე რა ტიპის გავლენა შეიძლება მოახდინოს განწყობების დონეზე გულისხმობ, რა თქმა უნდა. ხო, გააჩნია, ასე ვთქვათ, რა კუთხით შევხედავთ, ხო? იმიტომ რომ ასე ვთქვათ, არა იდეოლოგიური და ასე ვთქვათ, არა ისტერიული ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობებში თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეხა როცა ქვეყანას ბომბავენ და ომია, იქ ეხა რევოლუციის მოლოდინი ძალიან ისეთი სათუა, მით უმეტეს ხო, არა ქვეყნის შიგნით ეხა ოპოზიცია არც პოლიტიკური არსებობს, არც შეიარაღებული. მე იყო ლაპარაკი, რომ აი ვინმე შევაიარაღოთ. მე ესეც არ გამოვიდა. მე ის არგუმენტიც არის, რომ ეხლა რევოლუციის სპონსორს დასპონსორებას თუ დავიწყებთ, კიდე ვინ მოვა, საკითხავია, ხო, ეხლა შეიძლება ემიგრაციაში მოწოს ვიღაცას რეზაფეხლები, მაგრამ კაცი 50 წელი არ არის ნამყოფი საკუთარ ქვეყანაში და ეხლა რეზაფეხლები მოვა თუ კიდე უფრო რადიკალური ძალები ვიდრე დღევანდელი რეჟიმია და ამხელა ქვეყნის დესტაბილიზაცია ერაყის გამოცდილებით მაინდა-მაინც არ აწყობდა. შესაბამისად თბილისში პატარა აქციების დროსაც კი ჩანდა რომ ფეხლების მიმართ არ არსებობს რაღაც სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეხლა 80 მილიონიანი ქვეყანაა და დიასპორაც რა თქმა უნდა ძალიან ისეთია, ხო, ფართო და მრავალფეროვანი. ეხლა ეს ყოველთვის უნდა გვეხსოვდეს, რომ ვინც ესე იგი აქციაზე დგას და რაღაცას აფრიელებს, ვინც არ დგას, ის უბრალოდ არ ჩანს, ხო? ყოველთვის ხო უამინდობა შუქდება, კარგი ამინდი არ შუქდება. ეს არ ნიშნავს, რომ სულ წვიმს და სულ ჭექს, ხო? შესაბამისად იგივე ფენომენთან გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევაშიც და ყოველთვის ეს იყო ასე ვთქვათ ორლესული მახვილი, თუმცა ტრამპისთვის ეს ყოველთვის ინარჩუნებდა ხო ფლექსიბელურობას ამ კუთხით და მოქნილობას, რომ ხან ამბობდა რომ ეს თქვი, ხან ამბობდა რომ არ აქვს მნიშვნელობა, ხან თუ მოხდა რომ შედგა უკვე რეჟიმის ცვლილება, მაგრამ იმათვის ვინც ძალიან ელოდა ან დიდი მოლოდინები ქონდა, რა თქმა უნდა იმათგაცრუება იქნება. და ეხლა ამერიკით იქნება ეს იმედგაცრუება, რომ ამერიკამ საკმარისად არ მიაწვა, თუ უბრალოდ ირანის რეჟიმი აღმოჩნდა უფრო გამძლე და მყარი, ეს ისტორიკოსების და ექსპერტების განჯის საგანი იქნება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა, გაიღვიძა საქართველო, ამით დასრულებულია. ხვალ 9 საათზე დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად, დარჩით ფორმულაზე, რამდენიმე წუთში დაიწყება.